ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დგას შეხვედრაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ერევანში არ ჩადის. მმართველი პარტია ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის დათმობა იმ პირებისთვისაც, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ ღირებულებებს. ქართული ოცნება მტრულ რიტორიკას შედანაშაულებს ევროპარლამენტსაც. ევრონესტს კი ღია წერილით მიმართავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. განზრახ დამახინჯებული და სრულ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების მტკიცებულებებისა და ქართული ხალხის ნების ნაცვლად უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით პლენარულ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამ პირებისათვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. მტრულ დამოკიდებულებაში ევროპარლამენტსა და ევრონესტს ადანაშაულებს ბაქოც. ერევანში არც მათი ოფიციალური წარმომადგენლობა ჩადის. აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ უკავშირდება ღონისძიების სომხეთში ჩატარებას. ადგილობრივ მედიასთან ევრონესტში ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელის ტაჰირ მირკიშილის განცხადებით, ევროპარლამენტის დოკუმენტები და განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადებები ასევე არ უჭერენ მხარს სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ პირიქით. წყალსაც ხამენ მათ წისქვილზე, ვინც დაინტერესებულია რეგიონში მტრობის გაგრძელებით. ამის თაობაზე მილი მეჯლის არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი. ევროპარლამენტის არაკონსტრუქციულმა განცხადებებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის დელეგაციის ნდობას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სარგებლიანობის მიმართ. მით უმეტეს მაშინ, როცა მიმდინარე წლის აგვისტოში ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთელ მსოფლიოში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აზერბაიჯანის გადაწყვეტილება არგუმენტია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის. ევრონესტის სესიას ის ფარსს უწოდებს. ევროპარლამენტს არასწორ წრეებში სდებს ბრალს და მმართველი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზებს ასეხსნის. ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაცა არ ხდება სწორედ ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. ამიტომ თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორი არის ქცევა. მეორე, რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს სინამდვილეში, აქ NGO-შნიკების საფარ ქვეშ სინამდვილეში მიწვეული ყავთ ნაციონალ მოძრაობის, ლელოს, ევროპული საქართველოს, დროას, აქტივისტი პარტიის წევრები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის მიწვეული პირებიდან უმრავლესობა, თითქმის ყველა არიან პოლიტიკოსები, პარტიის წევრები არიან, ქალბატონი ბოკუჩავა და ასე შემდეგ. ასე რომ აბსოლუტური რა გითხრათ უკვე სიცრუესთან გვაქვს ადგილი. ხელისუფლების არგუმენტები მიუღებელია მათი ოპონენტებისთვის, რომლებიც მორიგჯერზე საუბრობენ საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობაზე. მათი ნაწილი ერევანში ჩავიდა და ევრონესტის სამიტში მონაწილეობს. ევრონესტზე მისვლა არ მისვლა დიდს არაფერს არ ცვლის პირდაპირ თქვათ, მაგრამ ის რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან კრება. ისეთი ნომინალური საერთაშორისო პლატფორმებიდან, როგორც არის მშვიდობის სამიტი იყო შერბელ-შეიხში თუ ეხა ევრონესტია თუ არ ვიცი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციული თუ ღონისძიებიდან საქართველოს გარიყლა მიზან მიმართული ქართული ოცნების მიერ, არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, ამ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა არ ქონდეს. ასე მარტივად არის ყველაფერი. დღეს ქართული ოცნება აკეთებს იმას, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მსგავსი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგარეო პოლიტიკა ქონდეს, ანუ არ გქონდეს. შენ თუ შენი ქვეყნის ინტერესების დაცვას აპირებ და თუნდაც დებატებში და კამათში შესვლას ამ ადამიანებთან, რომ უნდა წახვიდე ესეთ პოზიციებში და დაიცვა შენი სახელმწიფოს ინტერესი. ბატონი ლევანს გონია, რომ სახელმწიფოს ინტერესი არის პარტიის ინტერესი. ეს ერთმანეთისგან გამიჯნული რამ არის. ევრონესტი არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო პლატფორმა, სადაც
ფაქტობრივად, როგორც გეოგრაფიულად, ასევე არაგეოგრაფიულად, ბევრი ქვეყანა, ევროპის ბევრი ქვეყანა მონაწილეობს ამ პროცესში. აქ აზერბაიჯანიც არის, მოლდოვაც არის, სომხეთიც არის, თუ არ ვცდები. ეს ქვეყნებიც არიან გარდა იმ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებისა. სერბებიც არიან, სხვა ქვეყნებიც არიან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი, მაგრამ როგორც გეოგრაფიაში, ასევე სხვა მოცემულობითაც არიან ევროპის პოლიტიკის ნაწილი. აქ არ წასვლა, ეს არის უპასუხისმგებლობა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან უკვე 15 წელია გამოთიშულია ბელარუსი. მინსკის წევრობა შეჩერებულია 2010 წელს გამართული არჩევნების შემდეგ, რომელსაც ევროპულმა სახელმწიფოებმა არადემოკრატიული უწოდეს. შეჩერებული წევრობის მიუხედავად, ევრონესტის ბოლო რამდენიმე სესიაში ბელარუსი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სვეტლანა წიხანოვსკაიამ წარადგინა. წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ერევანში ევრონესტის მე-12 სესიაზე მხოლოდ 2 წევრი იქნება წარმოდგენილი. უკრაინა და მასპინძელი სომხეთი. შეხვედრის მასპინძლობიდან 6 წლის თავზე კი თბილისის დელეგაცია ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს დისტანციურად მოისმენს.